კიდევ ერთი საბაგირო დედაქალაქში ვარდების რევოლუციის მოედნიდან მთაწმინდასთან დასაკავშირებელი 1000 მეტრიანი საბაგირო ხაზის მშენებლობა იწყება. ახალი საბაგირო, რომელსაც 21 გონდოლი ექნება, კომფორტული და თანამედროვე ტიპის იქნება, შემინული და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი მოწყობილობით სარგებლობას თბილისელები და დედაქალაქის ზონები 2013 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ. ვარდების რევოლუციის მოედნიდან მთაწმინდაზე ასვლა საბაგიროთი მსურველები 5 წუთში შეძლებენ, სამუშაოს თბილისის მერია ცნობილ ავსტრიულ კომპანია დოპელ მაიერთან ერთად ახორციელებს. ვარდების რევოლუციის მოედანზე განთავსდება ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ მდგევართ. შემდეგ უკვე გაიჭიმება ბაგირი ანძის ხელმარცხნივ, როგორც ხედავთ, აი იმ ადგილას, სადაც დაიკიდება მთლიან მარშრუტზე 21 გონდოლა. ეს არის მეორე პროექტი საბაგირო გზის მშენებლობის და ჩვენ კიდე დაგეგმილი გვაქვს მრავალი სხვა პროექტი საბაგიროს ინფრასტრუქტურის განვითარებით, ვინაიდან ქალაქები თაგორიანი შესაბამისად საბაგირო ინფრასტრუქტურა აქ ძალიან ადაპტირებული იქნება. ეს იქნება უსაფრთხო და კომფორტული საბაგირო. ამ პროექტზე გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ. ჩვენი კომპანია საბაგიროებს თითქმის მთელ მსოფლიოში ამონტაჟებს. ძალიან გვიხარია, რომ ახლა საქართველოში ვართ, რადგან თბილისი თაგორიანი ქალაქია და ტრანსპორტის ეს სახეობა აქაურობისთვის ზედ გამოჭრილია.